საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი ყველაზე განათებული გადაცემა საქართველოს ენერგოსისტემის შემდეგ, რადგან ჩვენ გენერატორი გვაქვს. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოვისმენთ ინფორმაციას იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაკავებულ აქციის ორ მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობას ედავება, რადგან ნათქვამია მსხვილმან ხულიგნებთან მისულს წვრილმან საქეთ ედავებიანო. ვერ მოვისმენთ ინფორმაციას იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარულ მოსმენებზე პირდაპირ წვდომის შესაძლებლობა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარულ მოსმენებზე პირდაპირ წვდომის შესაძლებლობა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდა. ვერ მოვისმენთ იმას, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 35-24 დაამარცხა, რადგან შეიძლება ამ გადაცემას ქართველი ფეხბურთელებიც უყურებენ და ვერ მიხვდნენ სიტყვა დაამარცხას მნიშვნელობას. ქართულ ხალხთან ერთად ჩვენ შევეწინააღმდეგებით იმ აბსურდულ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ექსპერტები ამ განცხადებას ამართლებენ, ვინაიდან ბევრად უფრო დიდი შანსია გვიშველოს ღმერთმა, ვიდრე ატლანტიკური პარტნიორების ღრმა და უკიდურესმა შეშფოთება. მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად მის მარცხებსა და შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ. რატომ ასე შორიდან ჩამოგზანდით და ერთად ავკინძოთ მრავალტომიან საქმეებად ვარდების რევოლუციის მარცხებზე საუბარი ბატონო მიშა. როგორც ყოველთვის, ახლაც ეპატიჟება საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს. ბათუმში ანბანის კოშკთან საფეხმავლო ბილიკებსა და მოპირკეთებულ სასეირნო ტერიტორიაზე ზღვა გადმოვიდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით ზღვის ამ ქმედებაში აშკარად შეინიშნება რუსული კვალი. მათ აგრეთვე დურბინდის მეშვეობით დაადგინეს, რომ სოჭის სანაპიროსთან წელამდე წყალში მასიურად დგანან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც თავისი დესტრუქციული ქმედებებით, კერძოდ კი საქართველოს მიმართულებით ხელების ტყაპუნით შტორმს იწვევენ. ეკაბესელია, პატიმრების ცემა წამება ეს წარსულია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში კარგი მომავლის ცოტას თუ ჯერა, დაზაფრულ ექსპერტებს აინტერესებთ რა ელის პატიმრებს მომავალში. როგორც ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მთავარი არის ის, რომ ორივე პროექტის მიხედვით ფარული მოსმენების გასაღები უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურებში. ბერძენიშვილის თქმით, ვახტანგ ხმალაძის პროექტით სახელმწიფო სტრუქტურებიდან შერჩეულია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნია. ექსპერტები პანიკის დარგში მიმართავენ ნაციონალურ მოძრაობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ამ კანონის მიღება, რადგან ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უკვე რადიოებისა და ტელევიზორების მეშვეობითაც მოგვისმენს. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი NDI-ის პრეზიდენტ კენეთ ვოლაკს შეხვდა. მხარეთა თქმით, ბაზარმა dobrად ჩაიარა და დაიგეგმა ბევრი ერთად სადვიჟენიო პონტები. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე Facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს. სანამ პროკურორებამდე მივა საქმე, როგორც წესია, ჯერ თქვენ უნდა მოგახსენოთ ბატონო ბიძინა. ჯონ ლენონს დავით საგანელიძემ ესროლა, ჩემი თვალით დავინახე. ირაკლი მოშორებით იყო ამ დროს, უბრალოდ შეესწრო. საგანელიძე რომ გაიქცა, კამერამ ირაკლი დააფიქსირა პულსის გასასინჯად, რომ მივარდა ჯონს იმ დროს. ექსპერტ კრიმინალისტები ამ ვერსიას იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან, თუ ეს საზარელი მკვლელობა ალასანიას მინისტრობის დროს მოხდა. მათი აზრით, ამ შემთხვევაში ალასანია ვერანაირად ვერ ესროდა ჯონ ლენონს, რადგან როგორც ბატონმა ბიძინამ ამას წინეებზე განაცხადა, ქართულ ჯარში ტყვია წამალი არ არის და ეს გამორიცხულია. პრინციპული პოზიციაა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვიდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტარმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. და მერე ის თუნდაც რომელიმე საწყობის დარაჯს ჰქონდეს გასაღებების ასხმაზე. ამატებენ მისი მხარდამჭერი ექსპერტები. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმება აფხაზეთის ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის მიზანმიმართული დაგეგმილი ქმედებაა. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი რთული და შენიღბული პროცესების გამშიფრავი პოლიტიკოსი მთავრობაში აღარ არის, წუხილით აღნიშნავენ ექსპერტები. ნინო ბურჯანაძე, ჭაობში ვართ.
Ау, Ниночка, где вы? Вы только подайте ручку, мы вас вытащим. Кайсма хма ჩრდილოეთიდან. კანადაში ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკკეინმა და დელეგაციის სხვა წევრებმა ირაკლი ალასანიას საპატიო დერეფანი მოუწყვეს და აპლოდისმენტებით გააცილეს. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. საქართველოს მოსახლეობაში ვრცელდება ქვეყანაში შუქის გამორთვისას განსახორციელებელი ქცევები. პირველი, შუქის გამორთვისას ეცადეთ ერთხმად წარმოთქვათ. მეორე, შუქის მოსვლისას ასევე ერთხმად. დინამომ რომ კალცეის მეორე ბურთი გაუტანა, მაშინ გამოთქმული ბგერების მსგავსი აღფრთოვანება. ეს არა მხოლოდ გაგახალისებთ, არამედ ქართული ფეხბურთის აღზევებასაც გამოიწვევს.